აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს რეგიონებში დიდ თოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის ფორმატში მთავრობის თავმჯდომარის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში მინისტრები, მათი მოადგილეები და მრჩევლები შედიან. სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაემგზავრნენ სტიქიის ზონაში, სამეგრელოს ზემოსვანეთისა და იმერეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად განახორციელებენ დროებით დევნილი მოსახლეობის განსახლების ადგილებში დიდ თოვლობის შედეგად გამოწვეული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მასზე მყისიერ რეაგირებას მოახდენენ. რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან და ასევე აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზზე 153-ზე შემოსული შეტყობინებებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამეტარებინა საგანგებო მთავრობის სხდომა, სადაც მინისტრებთან, მინისტრის მოადგილეებთან და ასევე მათ მრჩევლებთან ერთად გავემგზავროთ დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთსა და სამეგრელოში და ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილებები. ბატონი ლევან გალობლიშვილის მეთაურობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან მინისტრები და მთავარი მრჩევლები. ამჟამად მივემგზავრებით დასავლეთ საქართველოში, რათა ადგილზე შევისწავლოთ არსებული სიტუაცია, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოვახდინოთ ოპერატიული რეაგირება ჩვენი მოსახლეობის საჭიროებებზე.